ვირფასო მეგობრებო, სანამ სტუმრის გამოცხადებას დავასრულებ, ვიცი ვერ მოითმეს და მაინც შემოვა. მივესალმოთ ბექა ჩაიძე. ფაქტიურად პირველად ყავს თინაზე მაღალი და ჩემზე უფრო მეტად მოკეიფე და მსმელი სტუმარი. ხო, აი, ხომეტყობა. ვადნა, ვიცი, შეუმჩნევა. ესე იგი, კარგად მღერი. კარგად ცეკვა ვიცი ეგეც. კარგი ლექსების კითხვა იცი, კარგი სადღეგრძელოებიც იცი ახლა მაგ ზიკეთე მოჭარბებულად გაქვს და თქვენი შემყურე ვისწავლეთ ჩვენს. კარგი ბატონო. ფაქტიურად როგორც ყველა გურული, დიდი არაფერი გამოგვეთა. უბრალოდ დიდი აფერი. დიდი აფერი. ეს თემას რო გავაგზავნოთ ახლა მართლა ცეკვა, მღერი, ანეკდოტებს ყვები, კარგ ამბებს ყვები, ყველაფერს ასწრებ, რაღაცა პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებ, Facebook-შიც და ინტერნეტ სივრცეში ძალიან აქტიურად. როგორ ასწრებ ამას ყველაფერს? მაგას ქვია გურულიზმი. შემოძმა. ეგ არის გური. ყოლიფრის მოსწრება, ხო? გურია ყოლიფერი. კი ბატონო და ისე ახლა შვიდობის სადღეგრძელო კი გავიგე, მაგრამ აი ყველაზე უცნაური სადღეგრძელო გურიაში რა გესმის ხოლმე? თუ არის ამფერი, იმფერი. უცნაურად მეჩვენა სხვათაშორის, მაგრამ ძალიან მომეწონა, სულ რაღაც დიდი ხანიც არის გასული. ადამიანმა ძალიან მამის ძმაკაცების სადღეგრძელო და მე ბავშვობით რომ მოყვა მართლა კაი გამოვიდა. უი რა კაი. მამის კარგი ძმაკაცები ხო ყველას გახსოვთ. საჩუქარი კარგი ამბავია. მომეწონა ეგ ამბავი ჩემოძვრა. შენიერია, მეც მახსოვს ერთი კი უყვები ხოლმე ამ ამბავს, მაგრამ ერთი ოღონდ აბდალაგურული. წუწკის გახსოვს და კაიც. კი, ამაჟია საქმე და. ხო და ისე რამე სიტყვა რომ მასწავლო ისეთი ახლა გურული კაცი ხარ, შენ ისეთი ჩადოსნური სიტყვა რომ ჩავალ გურიაში, აი თან რო გადამყვეს ყველა. გურიაში რო ჩახვალ, კაი გამარჯობა თქვი. ყველა ჭიშკარი ღია იქნება შენაზე. ნამდვილად ეგრეა, ვაღიარებ კი არა და ვადასტურებ ამ ამბავს. ნათქვამი გაქვს გურულებს შეგვიძლია 2-3 ასობ გერაში მთელი აზრი და მთელი გულისთქმა ჩავტიოთო და. ნამდვილად არის ეგ ამბავი, ხო? მაგალითად. ანუ უკვე მობრძანებულა და კარგული კაცი, საიყავი ამდენ. ყველაფერი არის ჩატეული. ხო, ბევრია. ეს რა მაკადრი არ ზღვენია ეს. ჩემო ბექა, აბა რას მეტყვი, რა განასხვავებს შენის აზრით გურულ მომღერლებს საქართველოს დანარჩენი კუთხეების მომღერლებისგან? რა განასხვავებს? თუ ვინ რამე დაიწყე? მე დავიწყო? აი რა დავიწყო? აი რა სიმღერა დავიწყო? აი ის რო არის მაგ. всё, მე უკვე დამთავრებული მექნება. ესე იგი, ძნელია შეეკამათო და ზოგადად გურულები მართლა ისე სწრაფად ლაპარაკობენ წეღანდელი შენი თქმის არ იყოს, რომ მე მგონი გამოთქმა ენას ვალი არ აქვს, გურულებისგან მოდის. შეიძლება. და გურულებზე არის ზოგადად. ესე იგი, შენ კი გიყვარს ახლა რაღაცა ისეთი სახუმარო ისტორიების მოყოლა, აი საინტერესო ისტორიების მოყოლაც, მაგრამ შენ თვითონ მოსმენა როგორ გიყვარს? ახლა შევამოწმოთ თუ გინდა. თუ გაქვს რამე მოსაყოლი, შეგიძლია ეხლავე მოყვედა. მოსაყოლს რა დალევს გურულებზე, კაცო? არა გურულებზე შეგიძლია. გურულებთან დაახლოებულ პირებზე. ერთ ამბავს გავიხსენებ. კი ბატონო, სიამოვნებით. უკვე რა არის, ზოგი სადღაც მოყოლილი მაქვს, შეიძლება მაქვს მოყოლილი, მაგრამ ისტორია კარგია. აი გურულები, ესეთი ჩემი გმირია ზოგადად ხახუტა ღლონტი. კი ბატონო. ლეგენდარული და ხახუტა თოთიბაძეც იყო ასევე. კი ბატონო, ასევე ლეგენდარული. მაგარი იყო ეგ და ეს ხახუტა ღლონტია თუ ავსებით, ასეთი პიროვნება იყო რენო ურუშაძე, ოზურგეთელი, კოლორიტი, ძალიან მაგარი პიროვნება იყო. ნუ ესენი იყვნენ ერთი სამეგობრო ეხლა რა. ერთი რენო ფულიშონელი იყო, მოკეიფე, ხახუტა იყო ანუ ყველა ზმაკაცი, გენერლის ზმაკაცი, მინისის ზმაკაცი, ქურდის ზმაკაცი, ყველა ზმაკაცი მაგისე მაგარი ტიპი იყო, ნუ ენა სასწაული, კაი ჩაცმულდა გამოწყეპილი დადიოდა სუსუ, კაი მანქანი და მოხდა ესეთი ამბავი, რომ რენო მიიღო იმპაქტი.
ინფარქტი და ძალიან სუდათ არის რენო რა, ძალიან უკვე ექიმების არანაირი იმედი არ არის. ისე მოხდა რომ გურიაში სტუმრები არიან ჩამოსულები და ხახუტა არის რა თქმა უნდა მასპინძელია იქ ხახუტა და ვერ ისე გავიდა 3-4 დღე რენო რეანიმაციაშია ხახუტამ ვერ მოახერხა ნახვა რა ესენი სტუმრებიან ბახმაროში ყავს ან იქეთ ურეკში ყავს მოკლედ ისე რომ ვერ და მოკლედ ბრაღდა გადარჩა მომაკვდავი რენო თვალი გახელია და ასეინებენ ეზოში და ისა მეზობლის ქალი მივიდა მაკვარანცხი გურული ხო არაფერი არ ეპარება და რენოია ყურში ეუნება შენი მათხوارი ხახუტი ეღლონდიო რომ იცოდე ერხელა რომ ნახიხარ სამატყოფოში და წევიდა ეს ხალი და თუ გაგიშნო რენო კაც ემოცია არ აქვს მაგრამ მაგრად გამწარდა რა იცის რომ მომაკვდავი გადარჩა და თავზე ფილიზიდან აჭყალყი ჩასული და მოკლედ მეორე თუ მესამე დღეა და გააცილა ხახუტა მესტუმრები და მიდის რენოს სანახავად რა მივიდა ხახუტა ხა შერცხვენილია და აი პირველად ამოიღო რენო იმ დღეს ხმა და ძალა მოიკრიბა ზის და ბიჭო ხახუტიაო მეო რომ მომკტარიყავიო შენი მეზე ვაპირებდი ოჯახის დადიებასო და ერხელა ფერ არ ვნახე ბიჭო და აპასუხი უნდა გასცე ხა გასმა ხო რაღაც და უყურებს ხახუტა და ბიჭო რა ვამეგონა თუ გადარჩები თორე რა ფერ არ ნახავ ბიჭო ზმაკაც ბავშვს იმერო გაიხარე ჩემო ბექა ესე იგი კი გიყვარს ამბების მოყოლა და კი ხედავ ჩვენ გავაგზელებთ მე კი გენაცოლი კი ხედავ ესე იგი ჩვენ რეაქციებს მაგრამ შე როგორი რეაქციები გექნება ხა ჩვენ ტროლზე და ბოძზე ახლავე შევამოწმებთ სულ რამოდენიმე წუთს აბა უგა ონისე ხო ისე გურული კაცია და არ დაგჭება თვალში ასე რომ მომზადებულები უნდა იყოთ წესით და რიგი ჟურში ვარ ხოლმე მე აჰა მით უფრო ერთხელ ონისე ვინა სტუმარი გურიაზე ვინც გახსენდება პირველი ჩოჩხარია მაგი ბეკაჩხაიძია ბიჭო ბეკაჩხაიძე რომელი კოტებჟავია აი ეს არის ცნობილი მომღერალი ბეკაჩხაიძე კაი რა ცნობილი მომღერალი ეს არის მასე თუ გავყვებით არც მომღერალი არა მეტი დავიძახი მაგას ბეკაჩხაიძე არის მომღერალი მაგრად ვღერის თუ მაგარი ნასვამი მოусმენ მაგრად ვღერის და თუ ძალიან ნასვამი მოусმენ ძალიან მაგრად ბეკაჩხაიძის სიმღერებს ყოველ დღე უსმენ ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მაინც ან ყოველ მესამე დღეს თუ არა წელიწადში ერთხელ უეჭველი უსმენ ბეკაჩხაიძემ სიმთვრალეში თუ იმღერა ბეკაჩხავიძია ბეკას სიმღერის შემდეგ გურულები პირველ სადღეწეროს ჯანმრთელობისას ამბობენ ბეკაჩხაიძეს ნამღერი აქვს ისეთი სიმღერები როგორიცაა ნალიიდან ჩამოვიღე 2 კოდა სიმინდი დაამთავრე აბა ეხუმრები შენ ნალიიდან 2 კოდა სიმინდი ჩამოღებას ბეკაჩხაიძემ ნაილიდან 2 კოდა სიმინდი ჩამოიღო და გადაგვაყოლა. ალილო სიმღეროდა. რატომ გამოუშვეს? ცოტა მიზეზი ჩამოთვალე წეღა. სურამ გითხრა ბეკასთან თხილად იყავითო, ფიზიკურად ძლიერიაო. აი აუშავს. მაგის სიმღერის მოსმენას ისე რომ ხელი მოხდეს ის მიჩემია. შენ თუ იცი ბეკაჩხაიძე რატომ არ უშვებს თავის მეორე ალბომს? რატო არ უშვებს? იმიტომ რომ ჯერ პირველი არ გამოუშვია. ბეკაჩხაიძეს ბიზნეს სამართალი აქვს დამთავრებული. ამოვიდან მე არც ერთი არ გამოადგა, მომღერლობა რომ დაიწყო. ბეკაჩხაიძე თავის პროფესიით არასდროს უმუშავია. აბა ვისი პროფესიით მუშაობ? ხან ვისი პროფესიით. ბეკაჩხაიძე ბიზნესმენია. ბიზნესმენია, სწორი. ვიცი, მაგრამ ბეკა ბიზნესმენია. ნათქვამი რო არის ყველა ადამიანში არის რაღაც ნიჭიო. აგერ ბეკასაც ექნება რაღაც არასებულს ისე. ისე მაგარი კეთილი კაცია ბეკა. რამდენი ვნახავ სულ ფულს ჩუქნის. წადი ჩემს სახელზე ექიმსა ჩვენეო. ბეკაჩხაიძე ფრანგული არ იცის. ეგრე ფრანგული ზურამაც არ იცის. მერე კაია. ბეკაჩხაიძეს არ უყვარს როცა მთვრალი ადამიანები დაუსრულებლად ელაპარაკებიან. ესე იგი მთვრალი სარკესთან წინ არასოდეს დგება. ერთხელ ბეკაჩხაიძე და ნინო ჩხეიძე ისე მაგრად დათვრენ რესტორნიდან რო გამოვიდნენ ბეკაჩხეიძე იყო და ნინო ჩხაიძე.
ბექა თუ რამე გეტყინა პეტავი ჩვენ გითხარი გულური ლაპარაკი ჩვენ მაინც არ გვესვით და რაც გინდა ისი ლაპარაკი აბა ბექა როგორი ბიჭები ყავს მაგარი კარგი ესე იგი ადამიანს საკუთარ თავზე როდესაც უყვარს იუმორი განიზრდის თვით ირონია როდესაც ეს არის უკვე გადასარევი მაგრამ როგორ შეიქო თავი უყურე გენაცვალი კი გაქვს ნათქვამი რომ არ მიყვარს როცა მღერი და ვიღაცამ ყვებაო და მოდი მოგცე მე შენ ამის საშუალებას დღეს იმღერებ და კასიშვილი არ შეგიწყობს კი არა და არ შეგიშლის ხელს ჩემი თამადობით ეს აი გურის ნოსტალგია რომ მომაწვევა ხოლმე მარიამთან ჩვენთან განსარავად დავარდებას გურულეს ვალამაზებ და ეს არის ეხლა არც მომღერი არცაც ისე რა წინდი ყველი ჟამა მიყვარს ფილის გაგრაჯუნებავო ლამაზ გოგოს კოცნა მიყვარს თვალი ჯაბაჯუნებავო და ლამაზ გოგოს კოცნა მიყვარს თვალი ჯაბაჯუნებავო და შემოდგომა რომ დადაგება შაშვი იზღებს გალობასო კაცი რომ გაღარიბდება ცოლო უზღებს ჟავრობასო და კაცი რომ გაღარიბდება ცოლო უზღებს ჟავრობასო და არ გამისკდება არნის ჭურო ჭურო ღვინი და სავსებო ცოლად რიზა არ მომღობი ციცავ თვალე და სავსებო და ცოლად რიზა არ მომღობი ციცავ თვალე და სავსებო და შენი გული ჩემი გული ჯაჭვით არის გადამბული დაზე დოგროს ასოები დაძერია სიყვარული და დაზე დოგროს ასოები დაძერია სიყვარული და წინდი ყველი ჟამა მიყვარს ფილის გაგრაჯუნებავო ლამაზ გოგოს კოცნა მიყვარს თვალი ჯაბაჯუნებავო და ლამაზ გოგოს კოცნა მიყვარს თვალი ჯაბაჯუნებავო და ჩვენი სტუმარი იყო მომღერალი და ჩემი მეგობარი ბექა ჩხაიძე